საქართველოს შრომის კანონმდებლობის ანალიზი, დასაქმების ადგილზე სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია. ოზურგეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა კვლევის შედეგები საზოგადოებას გააცნეს. კვლევაში წარმოდგენილია შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში სქესის ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებული რისკები და მათი თავიდან აცილების კონკრეტული მექანიზმები, ასევე ის შესაძლო სამართლებრივი შედეგები, რაც დასაქმების ადგილზე უთანასწორო მოპყრობასთან და შევიწროებასთანაა კავშირში. როგორც პრეზენტაციაზე გამოიკვეთა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დასაქმების ადგილზე სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და უზრუნველყოფილ იქნეს ქალთა და მამაკაცთა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში თანაბარი ჩართულობის ხელშეწყობა, აუცილებელია გენდერის საკითხის მუდმივი კვლევა, თანამედროვე ტენდენციების შესწავლა, ინფორმაციის სისტემატიზაცია და პრაქტიკიდან გამოკვეთილ საკითხებზე შესაბამისი რეაგირება. დღეს ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია. ეს პრეზენტაცია ეხებოდა დასაქმების კუთხით დისკრიმინაციის ფორმების კვლევას და არის თუ არა თქვათ ჩვენს კანონმდებლობაში, საქართველოს კანონმდებლობაში ისეთი მუხლები, რომლებიც დასაშვებს ღვთის ქალთა დისკრიმინაციას შრომის კანონმდებლობაში.